სტუდენტურ ახალგაზრდულმა სათათბირომ და ციფრული პროფესიების ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება გურიის რეგიონში მყოფი ქალბატონებისთვის, ყოფილი მიგრანტებისთვის დაიწყო. პროექტი ქალბატონებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომას, ციფრული უნარების განვითარებას და ათვისებას ითვალისწინებს. ორთვიანი ტრენინგ კურსი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარების გამომუშავებას შეუწყობს ხელს, რათა აღნიშნული კურსის შემდეგ სწავლებაში მონაწილე ქალბატონები ციფრულ ტექნოლოგიებში სრული ცოდნითა და უნარებით აღიჭურვონ და ადვილად დასაქმდნენ. პროექტის მხარდამჭერია ბულგარეთის განვითარების დახმარება. ჩვენ შევარჩიეთ 60 ქალი, რომელთაც გადავამზადებთ და ვასწავლით არა მხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ რამდენიმე სხვადასხვა ციფრული უნარი ექნებათ მათ განვითარებული, რომლის შემდეგაც ისინი უფრო მარტივად შეძლებენ რომ რეალიზდნენ, დასაქმდნენ და ჩემი 5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით მივხვდი რომ მხოლოდ ერთი მიმართულება და ერთი რომელიმე ციფრული ხელსაწყო არ იყო საკმარისი. შესაბამისად ჩვენ მოვახდინეთ ინტეგრაცია ამ სხვადასხვა ციფრული უნარების და ხელსაწყოების და გავაერთიანე ერთ სილაბუსში. მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ისიც რომ ეს არ არის მხოლოდ თეორიული სწავლება, პრაქტიკული ვორქშოპების ჩატარდება და აბსოლუტურად ყოველი ლექცია დასრულდება იმითი რომ უკვე მათ ექნებათ მზა პროდუქტი, რომელსაც ამ ლექციის ფარგლებში შექმნიან. ეს იქნება ორთვიანი კურსი, თუმცა დამატებით ერთი თვე ჩაუტარდებათ მენტორინგი. ანუ ის, რასაც ამ კურსის მანძილზე ისწავლიან, უკვე პრაქტიკაში გადაიტანენ. დღეს არის პროექტის ძლიერი ქალი, ძლიერი საზოგადოება, გახსნა პირველი ტრენინგ კურსი ჩატარდა ამ პროექტის ფარგლებში. ეს არის სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბიროს და ციფრული პროფესიების ცენტრის ერთობლივი პროექტი, რომელიც არის მიმართული, რომ მიგრანტ სამშობლოში დაბრუნებულ ქალბატონებს შევასწავლოთ სხვადასხვა ციფრული შესაძლებლობები, ტექნოლოგიები, რომელიც ხელშეუწყობს მას დასაქმებას. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ჩემი განვითარებისთვის იქნება ბრწყინვალე შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, როგორც კი ინფორმაცია გავიგე, შევუერთდი და დიდი მოლოდინები მაქვს. როგორც თქვენ თვითონ ნახეთ, არაჩვეულებრივი მენტორები გვყავს. და სამომავლოდ ეს ყველა ქალისთვის, რომელიც საქართველოში ბრუნდება, არის ძალიან დიდი შესაძლებლობა. ძლიერი ქალი უდრის ძლიერ საზოგადოებას.